მოგესალმებით. ელისო კილაძე არის ბრალდებული აბსოლუტურად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და ელისო კილაძის ბრალდების საქმეს საერთოდ არაფერი აქვს კავშირი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან. მე რა თქმა უნდა, ქალბატონი დაკავებული არის, არ ვაპირებ ახლა მე მის კრიტიკას და მისი ნათქვამის კრიტიკას, თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მისი უფლება, დაკავებული ადამიანის, ბრალდებულის უფლება არის დააბრალოს ნებისმიერ გარემოებას მის მიმართ ბრალდების წარდგენა და მისი უფლება არის, რომ თავი იმართლოს რაიმე ფორმით. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ როდესაც მე ჩავერთე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში, როგორც ოჯახის ადვოკატი, როდესაც მე ვამხილე და ვამხელდი თვეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოს, რომ ისინი არ იძიებდნენ საქმეს, ისინი არათუ იძიებდნენ საქმეს, არამედ ფარცხავდნენ დანაშაულს და ხელს აფარებდნენ დანაშაულში ჩანდნენ პირებს, შემდეგ რომ გამოიკვეთა სხვადასხვა პირების სავარაუდო მონაწილეობის ამ დანაშაულში სავარაუდო ჩართულობის საკითხი, თქვენ ყველამ დაინახეთ, საზოგადოებამ დაინახა, რომ ელისო კილაძემ დაიწყო ბინძური ცილისწამებები პირადად ჩემს მიმართ, ბულინგი პირადად ჩემს მიმართ, თუმცა რა თქმა უნდა, მე მის ბულინგს არ წამოვეგე და მე გავაგზელე დაზარალებულის ოჯახის დაცვა და ყველა ძალიან კარგად მიხვდა, საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა, რომ ამ ადამიანს ამ სისხლის სამართლის საქმესთან ჰქონდა პირადი ინტერესი, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით ჰქონდა პირადი დაინტერესება და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის დანაშაულის სავარაუდო ორგანიზებასთან დაკავშირებით დაიწყო საუბრები, მათ შორის მეც დავიწყე პროკურატურის კრიტიკა, თუ რატომ არ იბარებთ, რატომ არ კითხავთ აღნიშნულ გარემოებებს, რატომ არ იძიებთ, ამის შემდეგ კიდევ უფრო ახალ ბინძურ პროვოკაციებს იგონებდა ქალბატონი ელისო კილაძე ჩემს მიმართ, როგორც ადვოკატის მიმართ. და რაც შეეხება აღნიშნულ ბრალს, რომელიც ახლა აქვს აყენებული, სწორედ ოთარ ფარცხალაძესთან ერთად გარკვეული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, როგორც ერთი გუნდის წევრი, მე რაც გავიგე, ვარცდები, ედავებიან მას, შესაბამისად ეს ყველაფერი საერთოდ ჯამში ადასტურებს იმას, რაც იცოდა საზოგადოებამ, რომ ეს ადამიანი იცავდა ოთარ ფარცხალაძეს, ეს ადამიანი მებრძოდა მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს და ყველანაირი ბინძური მეთოდებით ცდილობდა ჩემს შეჩერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საომავლოდ რომ ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩემზე არანაირი მუქარა, არანაირი ბინძური პროვოკაცია, არანაირი ჭორების გამოგონება, არანაირი ონლაინ Facebook ბულინგი ჩემზე არ იმოქმედებს. მე ყველა ჩემს დასახულ საქმეს, ყველა ჩემს წამოწყებულ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ეფექტურად დავიცავ ყველა ჩემს დასუსხეს ხობს. ეს ბრალდებული იქნება, თუ დაზარალებული იქნება. თქვენ გახსოვთ, რომ თქვენთან ყოველი ჩემი ინტერვიუ ინტერვიუს დასრულების შემდეგ, დაახლოებით 5 წუთში, ელისო კილაძე ახალ ზღაპრებს ყვებოდა პირადად ჩემთან დაკავშირებით და მაყენებდა ონლაინ შეურაცხყოფას. თქვენ ეს ყველაფერი გახსოვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმართლეს ძალიან დიდი ძალა აქვს და მე არავის მივცემ უფლებას, რომ ხელი შემიშალოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში. რაც შეეხება მისი ბრალდების საქმეს, მე ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. ბრალდებული არის ქალბატონი ელისო და მან თავისი სტრატეგიის მიხედვით შეუძლია დააბრალოს ბრალდების წარდგენა 1000 სხვადასხვა გარემოებას. გაიაროს თავის ადვოკატებთან ერთად სტრატეგიები, ტაქტიკები და მისი უფლება შეუძლია თქვას ნებისმიერი რამ, როგორც აქამდე ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებდა ამ საქმისთან დაკავშირებით, თუმცა საზოგადოების უმრავლესობა, საზოგადოების 99% ხვდებოდა რა მიზანს ემსახურებოდა ქალბატონი ელისოს ქმედებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მას აქვს უფლება ის დანაშაული, ის ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს, არ აღიაროს და დაუკავშიროს ამა თუ იმ საქმეს. ჩემთვის ეს ყველაფერი ნაკლებად საინტერესოა. ჩემი მიზანი არის, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე მივიდეს ბოლომდე, ისე როგორც სიმართლე, ჭეშმარიტება და მართლმსაჯულება იმსახურებს.
კი ბატონო, ანუ ტარიელ თქვენ ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად ხდება მისი მხრიდან ჯანგველაძის საქმის შემოტანა, აი მისი დაკავების ამბავშიც, მან დაანონსა სხვათა შორის, რომ აი სასამართლოზე ვიტყვი ყველაფერს, რომ ეხა ჩაინიშნა საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლოს ხდომა, არ ვიცით იქრის თქმას აპირებს, მაგრამ ფიქრობთ, რომ აი ფარცხალაძის ფაქტორიდან გამომდინარე უკავშირებს, აი ჯანგველაძის თემის შემოტანა მისი მხრიდან მიზანმიმართულად ხდება? პირდაპირ ცირე ხარვეზი გვაქვს, არ არის პრობლემა, დაუბრუნდებით დატოს ტარიელ კაკაბაძე, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი არის ჩვენთან ხაზზე. დიახ, დატო. პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერი ის, რაზეც აპელირებდა ქალბატონი ელისო, სამართლებრივად იმდენად აბსურდი იყო, რომ დიდ ყურადღებას მე პირადად არც ვაქცევდი და მეცაც გეტყვით, რომ ქალბატონ ელისოს აქტიურობა საერთოდ ხელს ვერაფერში ვერ გვიშლიდა. ქალბატონი ელისო უკვე თვეებია აქტიურობს, თვეებია წერს უამრავ პოსტს, 1000 გვარ ზღაპარს იგონებს, პირადად ჩემს შესახებ, როგორც ადვოკატის შესახებ და ზოგადად ამ საქმის შესახებ, მაგრამ ყველანი კარგად ხედავთ, მთელი საქართველო კარგად ხედავთ, რომ საქმე მიდის წარმატებით. მიუხედავად ხელის შეშლისა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ფარცხავდა ამ დანაშაულს, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქმე დაიძრა. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ქალბატონი ელისო ვინმეს ხელს უშლიდა და აქედან გამომდინარე ვიღაცამ რაღაცა დაგეგმა მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ზღაპარი. თქვენ თუ გაეცნობით მისი ბრალდების საქმეს, რომელიც ახლა წაყენებული აქვს მას, თქვენც დარწმუნდებით, რომ ამ ორ საქმეს ერთმანეთთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქალბატონ ელისოს აქვს უფლება თავისი საქმის დაწყება, ბრალდების წარდგენა მისთვის დააბრალოს ნებისმიერ სხვა რამის. ქალბატონი დაკავებულია, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ მას ავყო ბინძურ პროვოკაციებში, ბინძურ ჭორებში, ვილაპარაკოს საჯაროდ ყველაფერი, რაც მე ვიცი კონკრეტულად ამ ადამიანის შესახებ, მე მის ბინძურ თამაში ნამდვილად არ შევყოლილ ვარ მას მთელი ამ თვეების განმავლობაში და არც ახლა არ შევყვები. მით უმეტეს, რომ ადამიანურად რომ მიუდგეთ და ჩემთვის ადამიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მერე არის პროფესია და მერე არის აბსოლუტურად ყველაფერი. ადამიანურად უკვე წაქცეული ადამიანზე რაღაცეების საუბარი, ნეგატიურად საუბარი და ბრალდებულზე, ქალბატონზე ნეგატიურად საუბარი, უბრალოდ ჩემს ინტერესში ნამდვილად არ ჯდება. ჩემს ინტერესში არის, რომ ის საქმე, რომელშიც მე ვარ ჩართული, მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და სამართალმა იზეიმოს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება და მე თუ დავინახავ და ჩვენ თუ დავინახავთ, რომ პროკურატურა გამოძიება ვინმეს ხელს აფარებს და არ მიყავს საქმე ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ამაზე მექნება კაცრი რეაგირება, ისევე როგორც თვეების განმავლობაში მქონდა და საზოგადოებას ვაწვდი ინფორმაციებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ტარიელ იმისთვის, რომ დაგვითმე დრო და მიიღე ეთერში მონაწილეობა.